შეიძლება თუ არა წარმატებას მიაღწიო მხოლოდ საქართველოში და არ წახვიდე საზღვარგარეთ. გაჩნია რაც ეძახი წარმატებას. თუ კონკრეტული რიცხვია წარმატება, მაშინ კი ნებისმიერ შემოსავალზე საქართველოშიც ასულა მილიონერიც გამხდარა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ბევრი, ასე რომ შესაძლებელი მაგ მხრივ არის. მეორე ფაქტორი არის როგორ ცხოვრების სტილს ეძახი წარმატებას თუ მარტო რიცხვით არ ზომავ. მაგალითად ეს არის დროის თავისუფლება, ლოკაციის და ადამიანების. ანუ თუ შემიძლია რომ როცა მინდა მაშინ ვიმუშაო და რამდენი ხანიც მინდა ვიმუშაო, საიდანაც მინდა ვიმუშაო და ვიმოგზაურო და მესამე რომელ ადამიანებთან უნდა გავატარო ამისთვის დრო. მაგალითად მე გიორგის საერთოდ რომ ვატარებ დროს თითქმის 24 საათიდან ყველა ხო, იმიტომ რომ ერთად ვმუშაობთ და თან ერთად ცხოვრობთ, ეგ არის ძალიან დიდი ფუფუნება და რო არ ვატარებ დროს იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მევასება. ასე რომ რაც არ უნდა ბევრი გადაგიხადონ სამსახურში, შეიძლება მუშაობდე როცა არ გინდა, საიდანაც არ გინდა და იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონს. და რაც შეეხება წარმატების კიდე ერთ განმარტებას. თუ იგივე შრომაში, მაგალითად, ამერიკაში გიხდიან 10-ჯერ უფრო მეც, 20-ჯერ უფრო მეც, ავსტრალიაში, კანადაში და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში, არ ნიშნავს იმას, რომ ამით ხდები წარმატებული, იმიტომ რომ ისევ შენს თავისუფლებას, შენს დროს, ენერგიას ცვლი იმ ადამიანის გამდიდრებაში, ვინც შესაძლოა ყოფილიყავი შენ. ამიტომაც ხელფასით, ჩემი აზრით, ვერასდროს გახდები წარმატებული. როგორი ხელფასიც არ უნდა გქონდეს. ნუ ჩვენი განმარტებით წარმატების საზომად. თუ სხვანაირად ზომავ, გაქვს უფლება, რომ სხვანაირად გაზომავ. ამიტომაც წამოიწყე ბიზნესი და დაიწყე კონტენტის შექმნა.